აი მოვედი ნუნუ მკითხავო. მარტო ხარ? მარტო როგორ ვარ? მთელი მსოფლიო თანამეგობრობა მიჭერს ხარს და კიდევ ვანო მერაბიშვიდიც. მაგას არ გეკითხები. ახლა თუ ხარ მარტო? ხო, ახლა როგორც ვითხარი, მარტო მოვედი. შემოდი. რაზე გიმკითხაო? კარდზე თუ ყავაზე? ყავა ამ ბოლო დროს გულს მიჩქარებს. კარტი იყოს, კარტი. უხმარი კარტი წამოიღე? რაღაც კარტი კი წამოვიღე, მაგრამ არ მგონია უხმარი იყოს. ვიცი, შენ რა კარტსაც წამოიღებდი. როდის უნდა გაიზარდო? გადაყევი მაგ კარტებს. დაჯექი მანდ. ჩემ ხელში ხარ გაზრდილი. ბავშვობიდან გიცნობ. ჯერ კიდევ როდის გითხარი პრეზიდენტი გახდებიო? რატო ენა არ გამიხმა? რა თქვი ვერ გავიგე? არაფერი. აგერ ხედავ მოკლე გზას. მალე კაზიონის სახლში მოხვდები. პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში? არა, რკინის კარს ვხედავ. ფანჯრებზე გისოსებით და შენც რაღაც გაცვია ზოლიანი. და ამ სახლში ვიღაც კაროლ ჯვარს მიყავხარ რა. სახელი მგონი ბიზე იწყება და ძინათი მთავრდება. აუ, ვიცი ვინც არის. რა გავაკეთო? როგორ უშველო აბაბავს? არ მინდა კაზიონის სახლში ვა. ეს კაცი უნდა დაამარცხო. თორემ სხვა შანსი არა გაქვს რა. კარგი. წავედი ახლა მე. მივხედავ საქმეს. დიდი მადლობა. მოიცადე, ჩეკი ამოგირტყა. ჩეკი არ მინდა, არა, იყოს. გიცნობ, კარგად გიცნობ. გახვალა ქედან და საგადასახადოს მომიქცევ. ასე უფრო მშვიდად ვარ გენაცვალე. მეგობრებო, მე ვიყავი ნუნუ მკითხავ და ასე მითხრა რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ დააბარცხე, ცუდად იქნება შენი საქმეო. აბა? მიშა, მაგას რა თუნდა და ნუნუ მკითხავი? მაგაზე ხომ მთელი საქართველო ლაპარაკობს. ყოველ შემთხვევაში ტელეფონზე. არა, რამე გეგმა უნდა შევიმუშაოთ. გვაქვს, 3 გეგმა გვაქვს. გეგმა ასეთია. ფულით გადავხადოთ და წავა. ხო, მაგრამ რამდენი უნდა გადავიხადოთ? მიშა, 1 დესიტიში რომ გადავხადოთ, ვითომ არ წავა? აბა? გეგმა ბერა არის? თვითონ გადაგვიხადოს ფული და ჩვენ წავალთ. რამდენი და გადაგვიხადოს? რამდენი? მიშა, ვითომ აი დესიტიში რომ გადაგვიხადოს, ცუდია? თითოზე კაცო, თითო კაცზე დესიტიში. თითოზე. კაი. ახლა მოდი და მესამე გეგმაც მითხარი. მესამე გეგმას ჰქვია გეგმა ეროს. გადაძვრები ღუბეზე 12 კაცთან ერთად და გამაგრდები ეზოში. მორჩა და გათავდა. მერე რამე გამოჩნდება. კარგი გეგმაა, მომწონს. რაც თავარი აპრობირებული და ჭკვიანურიც. ხო, მაგრამ ღობეზე რომ ვერ გადავძვრებით, სიგნალიზაცია ღობეზე. კარი უნდა გავაღებინოთ მოტყუებით. მოტყუებით. ბიძინას პინგვინები ხომ მოსწონს? ხო და პინგვინი უნდა შევაგზავნოთ. ოღონდ ნამდვილი კი არა. ჩვენიანი ვინმე პინგვინის ფორმაში გადაცმული. შევა და შიგნიდან გაგვიღებს გარს. მორჩა და გათავდა. ვინმე ისეთი უნდა შევაგზავნოთ, ხმას რომ არ იღებდეს, დინჯი იყოს და ძალიან ვერაგიც. ბიჭო, ზურა, ჯერ შეგამჩნიეს? მიიქცე ყურადღება, რაიმე იცეკვე. იცეკვე.
ვაიმე, დროზე წამოდი ზურა, დროზე, თორე, ვაი. რა ხდება ვადო? რა ამბავია? მე მგონი ზურა დავკარგეთ მიშა, ხო, დავკარგეთ. ისე ზოგი ჭირი მარგებელია. ახლა რეზიდენციაში ერთი ჩვენნაირი ყავს, პინგვინი ზურა. მოდი ახლა მაგას დავავალოთ კარის გაღება. არა მიშა, ეგ ზურა აღარ არის, ხო. კარგი ბატონო, ბაში სხვა რამე ვცადოთ. მე ვიცი რომ ივანიშვილს უყვარს ქალაქური სიმღერები და შევაგზავნოთ ვინმე მომღერალი. მე შევალ მიშა, მე ვიმღერებ, ხო. მაინც რა სიმღერებ? აი ამას ვიმღერებ ამას. საქართველო, მე პირობა მომიცია გემსახურო, სიმართლისთვის ბრძოლაში. არა, ვადო. ეგ არ არის ქალაქური სიმღერა. რა ვიცი, ჩემთან სამსახურში ყველას მოსწონდა და აბა რა ვიმღერო? აი, თუნდაც ეს. Turpa, adamanduri, moatsu, chemskenai, moatsure, ertate lauskade, dautskiro. არა, მიშა, რამე სხვა ვცადოთ რა, ქალაქური სიმღერა არ ყვარებია მაგას. რამე უფრო თანამედროვე რო ვცადოთ, რეპი რო ვიმღერო, ხო, რეპი. დაჯექი ვადო, დაჯექი. სხვა რამე უნდა გავაკეთოთ. ბიძინას უყვარს ხელოვნება და ვინმე კარგი ნახატით რომ შევიდეს, აუცილებლად შეუშვებს. აი მიშა, მე მაქვს მაგარი ნახატი. თან მარტო მე მაქვს ეგეთი, ხო? აი კომუნისტების დროს დესიტიში მაქვს მიცემული, ხო, დესიტიში. აბა რა ნახატი გაქვს ეგეთი? მაჩვენე. გედია, ტბა და ისა კიდევ, ხო, დიდი როა, ჩანჩქერი, ხო, ჩანჩქერი. არა, მაგას მე მგონი არ ეყიდის ვადო. მიშა, მეორეც მაქვს, ორი გედი, ტბა და ისა, ჩანჩქერი, ხო? არა, მე დავხატავ კარგ ნახატს. არქიტექტორი არა ვარ, უყურე შენ? არც ამ გეგმამ გაამართლა. არ ყვარებია ხელოვნების ნიმუშები ამ კაცს და მოკალი. ხო, აბა, გედები და ჩანჩქერი თუ არ გიყვარს, მაშინ რა მხატვრულ გემოვნებაზე უნდა ელაპარაკო მაგ კაცს? ვერ გამიგია, ხო. რა და ბერძნებს უნდა მივბაძოთ ვადო.
მაშინ მაღაზიის ვიტრინები ჩავანტრიოთ და ისა კიდევ მანქანები გადავწვათ. გადავწვათ. არა, მთავრობა გადავაყენოთ და რეფერენდუმი ჩავატაროთ. მორჩა და გათავდა. ხო, აბა კი, შენც ეგარ გინდა მერე? რა მინდა ვანო, რა? ხო, რა გინდა რა? რა? ხო, რა. და. Что? რა. რა? გაჩვდით ყველა. რა და ყველა შეები გადაყენება გიდათ, მაგრამ ვერ მოგართვით. კიდევ 30 წელი. ბერძნები, კიდევ ძველი ბერძნები ვიგულისხმე. ტროას ცხენი უნდა გავაკეთოთ. ყველანი შიგნით ჩავსხდეთ და კართან მივგორდეთ. მოწონს მაგას ხელოვნების ნიმუშები და შეიტანს. ხო, მაგრამ ტროას ცხენი უკვე დამწვარი პონტი არ არის? იქნებ სხვა რამე გავაკეთოთ. კარგი, მაშინ ტროას ზებრა გავაკეთოთ. ხო, ზებრა. ვა, კარგი აზრია, ხო ვიცი? ისე ვანო ხანდახან შენ სიტყვი ხოლმე ჭკვიანურს. ჭკვიანური რა, აი ღიპიანი გაიშნიკის ჯოხს ფიქრობდი და ვა, ისე კარგად კი გაგიკეთებია ვადო. შამპანურიც არის და ფსუბუქი მუსიკაც. ხო, მუსიკაც. ხო, მართლა. დარწმუნებული ხართ რომ შიგნით ბაბალი ზებრა არ ყავს, ჰა? არა, მიშა არ ყავს. ზუსტად ვიცი. ხო. არა, გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ადგილი გამეცვალე. წინ გადმოვჯდები. რა იცი რა ხდება? დროზე გააღე, რაღაც უცდი, ჰა? შევედით, მეგონა შევედით. ვანო, ჩართე ავარიული გადათება. სადა ვართ ვანო? პანჯერა გაბოაღე. გიგა, ახლა შენ გააღე პანჯერა. ვაიმე, ეს სად მოხდით? რა არის ეს? ჰა? რა მოვქნათ ვანო? ქენი რა? თორემ ჩამოგვეშალა ეს ქვეყანა. მე რა ვქნა მიშა? ხო, რა ვქნა? მიშა, ხო გეუბნებოდი, აგვეღო ის დესი ტიში და წავსულიყავით. ხო.